ზეთი, კარაკი, გორის რაიონში ბევრმა მათგანმა თქვეს, რომ აი მე მყავს ნათესავი, ბიძაშვილი, ზოგ ბიძაშვილი ახლა მოგეხსენებათ როგორ მოხდა მათი დანაწილება ასე რაიონების მიხედვით, ვის ნათესავი ჰყავდა მასთან მივიდა და რომელ რაიონსაც ჰქონდა თავი რომ შეენახა ლტოლვილი, გამოქცეული თავის სახლიდან რაიონმა შეიფარა და აი რაშია საქმე? მართლაც ასე ხდება ქარელის გვერდის ავლა ზემოთ მთავრობის მიერ? როგორ არის? მოგახსენებთ. თბილისში წითელი ჯვარში, გაეროში ჩვენს მიერ მოთხოვნები მოგაკეთებული 2500 კაცი. მაგათ აქვს თავანთი პროგრამა. იმ პროგრამის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში ყველაზე ძალიან სადაც უჭირს იმ რაიონებში მიაქვს პირველ რიგში. ჩვენ იმ პროგრამაში ვზივართ ის პროდუქტი რაც დარიგდა თქვათ დასავლეთ საქართველოში იმ პროდუქტს აუცილებლი შარშანათასე იყო და მოიტანეს ჩვეულებრივ. ერთმეჯერ მოიტანეს, აგერაც უყურას მოწმენდაში უწერიათ რა დარიგდა ზეთის დარიგდა. ნუ შაქარია ვერ შემოიტანეს. რაც შეეხება ის ადიელებზე, ის ადილ არის ფირმები, საკუთარი ფირმები, ვისაც აქვს საკუთარი ფირმები და იმ ფირმას უნდოდა რომ გაეკეთებინა თავის ფირმისთვის რეკლამა. 2500 კაცის მაგივრად ჩამოიტანა 800 ადიელა, ერთი ადიელა. ოჯახს ათსულიან ოჯახს ერთი ადიელაც ვერ მისცემდი, 5 სულიან ოჯახსაც, 1 სულიან ოჯახს, ამიტომ ხალხმა თვითონ თქვეს რომ არ გვინდა მაგათი ადგილები და დაატრიალეს ზოგან. რა შეეხება ცხიმს, ზეთი, კარაკი? ცხიმს, ზეთსა, კარაკს ამ ყველაფერს არეგულირებს თვითონ გაერო, თვითონ წითელი ჯვარი. ისე რომ ჩვენ რომ წავიდე და საიდანმე მოვიტანოთ ეგრე ეგეთი თქვენ არ დაგისვიათ იქ საკითხი რომ დღეს კი შეიძლება ვიღაცას უჭირს ნაკლებად, ვიღაცას უჭირს მეტად დალხინებული, არავინ არ არის მით უმეტეს ლტოლვილები და თუ დაგისვიათ საკითხი იმის შესახებ რომ ხალხს აქ არამც თუ უჭირს, ძალიანაც უჭირს. მაგასთან დაკავშირებით ჩვენა სპეციალურად კომიტეტის თავმჯდომარე ვაშაკიძე მოვიწვიეთ აქ, კორნელი თავუკაშვილი მოვიწვიეთ აქ, შეხვედრა გქონდათ იმასთან რა ქვია, ლტოლვილებს ამ ლტოლვილებმა გამოთქვეს ის რა ქვია, თავანთი უკიდურესი მდგომარეობა, გაჭირობა მოითხოვეს რომ შაქარი გვინდა, ქვილი გვინდა, კარაკი გვინდა, იქნება რაღაცით დაგვეხმარა. და თვითონ მაგათაც აუხსნეს, კომიტეტმა აუხსნა რომ თვითონ სახელმწიფოს უჭირს და შეძლებს დაგვარად დაგეხმარებით. ეს და რაც შეეხება ახლა ქარელიდან. ჩვენა ქარელში, ესე იგი, გამგეობასთან არსებული ტოლთა შტაბში არჩეული არის 5 კაცი. მომარაგებელი, რომელიც უფლებამოსილია და დადის ყველა ფირმაში, ყველა იმასე რა ქვიან დაწესებულებაში, სადაც კი შეიძლება ჰუმანიტარული დახმარების შემოტანა, ეს 5 კაცი მოძრაობს. აი ახლაც ფირმა ჯორჯიიდან შემოიტანეს ეს დასახელების პროდუქტი. ახლა კიდე არიან შეპირებული, რომ ეს რო გაიცემა რატომს გაიცემა და დაზუსტდება აგერა გაცემისიები დაზუსტდება კიდე არიან შეპირებულები რომ უნდა ჩამოიტანონ რა მიიღეს ამა იამრის აქეთია მიიღეს ხო თებერვალში მიიღეს ფქვილი 10 კილო დაურიგდა სულზე იმის შემდეგაც წითელმა ჯვარმა თვითონ თავისი წარმომადგენლობით შემოიტანა ყუთებით ბავშვებისთვის დახმარებაში რაღაცები იყო ახლა ხო შემოიტანა 2 სულებზე და 2 წლამდე ასაკის ბავშვების თავანთი წარმომადგენელი დაესწრო თვითონ თავანთმა წარმომადგენელმა წითელი ჯვრის წარმომადგენელმა გაანაწილა და იმას საქმე რა ქვია გააკეთა აჩვენა ისე რომ ჩვენ მარტო ესე იგი გვეხება და ვაკეთებთ იმას რომ ამას მივცეთ ზუსტისიები თუ ვიღაცა გამორჩა თქვა და რაღაცნაირად ან ბეჭდავს გამორჩა რაღაც გაკეთდა ჩვენ შეგვიძლია რომ იმას მივცეთ დამატებით ისე რომ აი ეს გამორჩა და ამას უნდა აგრეთს გაკეთდა ეხლა ვინც გამორჩა 14 კაცი იყო ის 14 კაცზე ჩვენ კიდე გამორჩენილი ვინც იყო ორსულები და ვინც ბავშვს ვერ მოასწრო ჩამოსულდა გავნებულებიან აიღეს ჩვეულებრივ